მოგესალმებით ყველას, ჩემო მეგობრებო. თქვენი მყოფებით არხზე ვიდეო ლესონს. მე ვარ მიშო და დღეს მე მინდა გასწავლოთ თუ როგორ შეგვიძლია ძალიან მარტივად პატარა პაკეტების გადმოწერით, რომელიც რამოდენიმე კილობაიტს იწონის ნებისმიერი, ასე ვთქვათ, სტანდარტული მაუსის გამოსახულების შეცვლა ჩვენთვის სასურველი გამოსახულებით. ეხლავე განახებთ თუ რას გულისხმობ. პირველ რიგში გავხსნათ ბრაუზერი. თუ სტანდარტული მაუსის გამოსახულება ხედავთ როგორიც არის, მეგობრებო, გადავიდეთ საიტზე, რომლის ლინკიც მითითებული იქნება ვიდეოს აღწერაში. ამის შემდგომ გადადით გრაფაში კურსორი, ანუ მაუსები და შემდგომ კურსორი для Windows, ანუ კურსორები Windows-ისთვის. აი აქ უკვე უნდა ავირჩიოთ ჩვენთვის სასურველი მაუსის გამოსახულება. აი მაგალითად ეს გამოსახულება. დავაჭიოთ გადმოწერას, დაველოდოთ რამოდენიმე წამი. ესეც ასე. გადმოწერილია, თვითონ ფაილი როგორც ხედავთ 400 კილობაიტამდე იწონის, ანუ ძალიან ცოტა. ამის შემდგომ გავხსნათ ფოლდერი, სადაც არის გადმოწერილი პაკეტი, ამოვაარქივოთ ის. ამოვარქივების შემდგომ გავხსნათ უშუალოდ ფოლდერი. აი აქ როგორც ხედავთ, მეგობრებო, არის მაუსების სხვადასხვა კატეგორია, როგორ უნდა დავაყენოთ ის. ქვემოთ იქნება ესეთი გრაფა, install, დავაჭიოთ მასზე მაუსის მარჯვენა ღილაკით და შემდგომ დავაჭიოთ install. ამის შემდგომ yes. დაველოდოთ რამოდენიმე წამი და როგორც კი ის დაყენდება, ესეთი გამოსახულება გაიხსნება. თუ ეს გამოსახულება არ გაიხსნა, არ დაიბნეთ, მეგობრებო, უბრალოდ აი ეს გრაფა ჩართეთ. ამ გრაფის პოვნა შეიძლება ძალიან მარტივად სტარტში, შემდგომ control panel, ამის შემდგომ კატეგორიებიდან კლასიკურზე ან large icon-ზე გადადიხართ და პოულობთ მაუსის გრაფას და გადმოგაქვთ ის დესკტოპზე. შემდგომ ჩავთოთ, გადავიდეთ გრაფაში pointers და ვიპოვოთ ჩვენთვის სასურველი გამოსახულება მაუსის. ამის შემდგომ apply, yes და okay. და როგორც ხედავთ, მეგობრებო, ჩემი მაუსის გამოსახულება შეიცვალა და ეხლა მიყენია ესეთი ძალიან ლამაზი და განსხვავებული მაუსის გამოსახულება, რომელიც გაალამაზებს, ასე ვთქვათ, მაუსის მანიშნებელს. აი ესე შეგიძლიათ ნებისმიერ დროს თქვენთვის სასურველი ფორმატის, თქვენთვის სასურველი გამოსახულების მქონე და თქვენთვის სასურველი ფორმის მაუსის მაჩვენებლის დაყენება. დღეისათვის სულ ეს იყო, ჩემო მეგობრებო, რაც თქვენთვის მინდოდა მესწავლებინა და შემმეთავაზებინა. თუ რომელიმე თქვენთაგანს გექნებათ რაიმე სახის შეკითხვები, თქვენ შეგიძლიათ დაწეროთ ეს შეკითხვები კომენტარებში, ან დამიკავშირდეთ მე, ჩემი სოციალური ქსელის გამოყენებით. მე კი შევეცდები, რომ თითოეულ თქვენთაგანს დაგეხმაროთ. ყველას კიდევ ერთხელ ძალიან დიდ მადლობას ყურადღებისათვის.